ჩემი ძმა, ეს რას დრაივი რა არის, ხო ვერ მეტყვი ერთი. კარგია. საით მივდი ვარ? კიდე განახო საით მივდი. მაგარი დღე იქნება ძალიან. 12 პირველისკენ იწყება დაახლოებით სადღაც დრაგი, მაგრამ იქამდე გამოდიან როგორც ვიცით პროფესიონალ კლასის ბიჭები და ვნახოთ რა ვიცი შევხედოთ ერთი როგორი დღე გვექნება. ბევრი ჩაეხსნა, მასკუჩა ჩაეხსნა, სულავა ჩაეხსნა, დატო ფუხაშვილი ჩაეხსნა თავისი წითელი გოლფით. მაგრამ 99% ძალიან კარგი იქნება, მაინც იმიტომ რომ დაახლოებით 160 რეგისტრირებული მანქანა იყო. აქედან კვალიფიკაცია ყველამ გაიარა თუ არა, რა თქმა უნდა, არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 160 რეგისტრირებული ავტომობილი უკვე სერიოზული კონკურენციაა, რაც არ უნდა ჩვეულებრივი ავტომობილები იყვნენ ან სტოკები თუნდაც. ჩვენც ახლა გავზაპროვტებით. პატარა ჰოთ-დოგს შევჭამთ, თორე უკვე ყველას გული მიგდის. და ჩავალთ რუსთავში. Ima вообще არ გაწყობდა. არა უცხოს. აი კადრი. თუნდაც მანქანას ვხედავ მაინც იცი. ეობა ელექტროავა. Quem შემდეგ მივგან სუპერს ცოტა გაძვირდა რა სამიდან ოლია ბაზე დავაჭიროთ ბაზე წამოს მაღლებშიც მივდივარ წამო Oh. Proszę cały. Ai, gaighe khma, sin da mere gada. Ai, samoyeli bikiru magari. Shelo. Chemis paket shaka. Chemis gadam. Vakitets chamoutsi. Ki ეხავე. კიო, მაგის ჩატაროს ჯიჭი შეაპირე? და დაკიდე. აი დროშა რომ ვერ დაკიდე. მე ხაიცი მას გიხარ. ვიცი ჩოდო. და მითხარი, ბოლომდე მიაბუდე ხო ეგრე? ვიცი. აია. აიტედა. კი. Просто кай кარი უნდა რომ აფრიალოს. აფრიალებ. მაგ ზარა, ნატო, აბა რა გავაკეთე? შეშა არა. შეშა წალი არ არის. ცერწა. იცი რა გინდოდა აქ? აღარაფერი. მოიცა, ცოტა საწიე. ის
ესე? ხო, შუშასაც იცოდა ხოცა. აი. ო, ამა დაინახა და ჩავუდგეთ თან. მოდი. ეს პანერო. ო, კარგად ის. ეს მაგიტო მეგეცია. ეგ არის რა, ხოძია, რა დრაივის და თითელი კარგი. აუ რა კაირული ტანი ნახე მაგარი საჭირო. შეხედე ახლოდან. ჩაკარბონებული, ჩემენა მამა, დედა, ქალი, კაცი, შვილი, ბავშვი, ყველა ხوار ჩამოატანე თუ აქ იყიდე. ჩემ ძრაკას ჩავუყო და იმის განა. თან ხისტი კარბონი არ არის, გლოსია, იგას და გლოსი მევასე. ხორჯ კარბონია. ხორჯი, ხო. აი, რატოს кай გემონება. ასე და შეიძლება გიყოს. აი, საღო. აუ, გაც მოვიდა. სასოია მოვიდა, მოსი წინა და დაუდგე, მოდი. აუ, ლევანაც მოვიდა. მე ვიცი არის? არო, იუ. რა кай? ჩემ მანქანასთან ადგილია. Awesome movies. აი, მე მოეჭი. ბემს. აბა. 1 2 3 X-ი იგებს. Просто კიას კენვარ, მაინც ორი კია მყავდა, მაგის დედაცვათი, მედი. ევეში კიდე მერსედესში კიცმები. მაინც მეგობრობა პირველი მოიგო რა და მე უბრალოდ ჩიცის ეთყობა გასაღები ქონა გადასაწევი და ეწევა მარა ცოტა სროკუჩო არ გადა არა შეასწრო არა იმ მეტალმა შეასწრო ეკრანი ნიკო გაფუჭდა Saco. Bravo, Nodo Mara. მეორე ზაეზდი მაგარი თული იქნება. ნოდოს გამარჯობა 1-0 ტურბოსთან. კარგად უეჭველი, კარგად დაუძრას, უეჭველი გავა, მაგრამ პირველ იმას კიდე წეღანაც შეეშალა. სხვა ზაეზდზე და ვნახოთ, აბა. დაახლოებით 50 მეტრი ბუქსაობს ტურბო. ვაიმე, გაუშო, ფეხი აუშო. კოროტი მიყავს, მაგრამ გოჩასკენ ვარ თვაიც. დავაი. აგარაი. ვაიმე. ბოლო მომენტში ფეხი აუშო 9-1 ერთგება ბუბუსთან პარელაში სუპრაზე. ერთ-ერთი. გოჩა საფახელიძის ეს მაგოჩა მოიგო გოჩა წარმატებები იმიტომ რომ დანძრეული გაქვს სანამშენი მიცემულია
უკვე რაღაცა, იცი, თუ ყველას მიყვარს ესეთი მაგალები შეგვისთვის, ესეთი B58-ისთვის, მაგრამ ეს პროსტა სიგიჟია. 1020-იანი პლატით, დაყოვნების გარეშე. დაახლოებით, რამდენი 10 კორპუსია საჭირელება უკანა. მაინც კლასი არის კარგები. ეხლა ნახე რა კერად არსებობს. Respect Samsung-ის პატრონს, მაგრამ რაკერა ხასი არ არა, მაგრად დაიძრა, რაკერას ჩაეძინა, მაგრამ ძალიან მაგარი ხატავდა. მეშვიდე ადგილი რეაქცია ქონდა. აჯამეინი თამუთოებს. Spotis აბარა ნახე ეგეთი უთო დავადუღეთ ეს ერთი უთო დავადუღეთ ეს კოლტი სომეხი ბიჭების არის ერთნაირი იყო არა ქართველების არის ესლა გარგ მურადიანი ხო გითხარი გარგ მურადიანი სომეხი ჩვენი მეზობელი კოლტით მეექვსე იყო საკვალიფიკაციო მესამე ტესლას გასწრა 2020-იანს მესამე კვალიფიკაციის რიგით მესამეს და მაგრადი არა ერთიც თუ ესე იარა დიდი შანსია ფინალში გავიდეს არც კოლტი არ არის სტარტზე ეგეც სტაბილური რაკერასი ნორმალური იყო მაგრამ ვფიქრობ რომ ესეთი ჯანიანდა ესე სტაბილური არც ერთი არაა და ესე იგი ბუბუ ამდენი იწვალა გამოვიდა და საქართველოს ჩემპიონი შექმნა ისდება რომ ეს კარგი ამბავი G12 არ არის ეს კარგი ამბავი აბილოძის აი ეს ორასი ჩვენი რაკერასი რა და ცდილობს რომ ფინიშამდე მივიდეს რომ ჩათვლა მაინც კონდეს ელემენტი ერთი სოტი რაღაცა დაძურა ხო აბა გადახვა გამაზა გასტრომა ჩვენი სომეხი წვის კოლტი გამარჯვებულია 2-0 ხო? იმენა სუხოი ტესლა კარგად სამწუხაროდ რაკერამ ფალსტარტა როგორც ვნახეთ 99% მასეა და სასწაულებრივად 750 გადავიდა შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ ალბათ ბუბუ ჯიჯარაძის 400-იან საშინელება შეხვდება აზრი აღარ აქვს არანაირი გადაღებას, იმიტომ რომ კოლტმა დააფალსტარტა აშკარად და მე მგონი ეს პირველი ზაეზდი იყო, ხო ამათი? პირველი ზაეზდი იყო ამათი და ვნახოთ რა ვიცი კიდე იქნება ორი გასულა და იმედია კოლტი შემოატრიალებს, ხო? იმედი მაქვს, ხო? იმედი მაქვს, აღარ დააფალსტარტებს კოლტი და უთოებს გავყრით რა. კოლტი გამოვარდა სამწუხაროდ და კიდე ერთი ლურჯი უთო გადადის მონოტრელი ხო არც მაგას ვიძახდი რა ანასტაბილურია რა ანუ ერთადერთი დღეს ვინ სტაბილური იყო აშკარად ეს არის ბუბუ ჯიჯარაძე თავისი მოსტრიეხოს დაათი და ეგეც დაკალებულია 1000 ცხენზე ბუბუს იმედი გვაქვს რომ ამ ტესლას გამოისწავს
ესეც ჩვენი პირველი ვლოგის დასასრული. ძალიან მინდოდა რომ ესე რომ თქვა, კარგი გამოსულიყო და იმედია მოგეწონებათ, კი ბევრი შეცდომა გვექნება, მაგრამ რაც მთავარი არის ვლოგი შედგა, ესე რომ თქვა, ვეცდებით რომ მალე გაგიმზადოთ და აუცილებლად გამოვაქვეყნოთ და გაყურებინოთ. რაც შეეხება თვითონ Drag Racing-ს, ვფიქრობ, უფრო კარგადაც შეიძლებოდა ჩატარება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, უპრეცედენტო შემთხვევა იყო და ისტორიულად რავი არ მახსოვს არასოდეს ამდენი მონაწილე Drag Race-ზე, თუ არ ვცდები 160 მონაწილე იყო Drag Race-ზე, ნუ რაც ასტრონომია ძველებთან შედარებით ძალიან მაგარი იყო, ძალიან ვისიამოვნეთ და 1-2 ოდე სიტყვით რომ ესე რომ თქვა გამარჯვებულებსაც პირველ ადგილოსნებს რომ გადავხედოთ, იქნება ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ჩვენ ვიდეო გადავიღეთ ვლოგური სტილის, მაინც და მაინც ყოველი ფინალი ან ყოველი გასვლა არ გადაგვიღია. ამიტომ მოდი ესე რომ თქვა ერთი შეხედვით გადავხედოთ, რომელი კლასის მიხედვით ვინ გაიმარჯვა. სანამ გამარჯვებულებზე გადავალ, კიდევ იმას გეტყვით, რომ სტილი შეიცვალა, აღარ არის წინა და უკანა ამძრავი უბრალოდ, ეხა უკვე წამების მიხედვით არის კლასები, გვაქვს 13+ წამიანი კატეგორია, 12 კლასი, 11 ოღონდ უკანა წამყვანები, 11 4-4-ები, 10 წამიანი კლასი და აბსოლუტი. ნუ ალბათ 11 წამიან კლასში იყვნენ ძალიან ბევრი, როგორც წინა ისევე უკანა წამყვანი თვლებით ავტომობილები, მაგიტომ დაყვეს. კონკრეტულად არ ვიცით, მაგრამ 13+ კლასში გაიმარჯვა Porsche Macan Turbo. ვიღაცა იძახდა გაკეთებულია, ვიღაცა იძახდა არ არის გაკეთებული, სტოკიაო, მნიშვნელობა არ აქვს. მეგობრებო, ნებისმიერ თქვენი ავტომობილი შეგიძლიათ მისვლა, იქ არის რაღაც რეგულაციები და წესები, რაც არ უნდა დაარღვიოთ, მაგრამ Porsche-მ გაიმარჯვა, რაც ნუ საინტერესო იყო, არ ველოდებოდი, სიმართლე თუ გინდა გითხრათ, რომ Macan-ს ვნახავდი Drag-ზე, მაგრამ ბევრი ეგეთი ავტომობილი ყავდა და რო გავაგრძელებ გეტყვით. ამ კლასში იყო ასევე ჯაბალაბაძის CLK, მოგეხსენებათ და დავით იარღანაშვილის E36, ნუ სავარაუდოდ მინიმალური გაკეთებით, პირველ მეორე მესამე ადგილები ესე გაინაწილეს, გიგი გოგრიჭიანმა გაიმარჯვა Porsche-თი. რაც შეეხება კლას 12 წამის, აქ ზუსტად ესე რომ ვთქვათ, არ ვიცი რა მოხდა, მახსოვს რომ იყო AMG GT, უკანა წამყვანი AMG GT და როგორც ჩანს სამეულში ვერ გავიდა, გამარჯვებული გახდა ჯაბალო მინაშვილი F30-ით, B58 3.0 ტურბო. 540-ზე მიულოცოთ ჯაბას, მშვენიერი მანქანა არის, მე როგორც გავიგე ეს ავტომობილი პირდაპირ ამერიკიდან ჩამოიყვანა და ეგეთივე უკვე შედარებით ცოტათი გაკეთებული და სტეიჯებული, დატუნინგებული ავტომობილი იყო და კარგი ავტომობილი იყედია ჯაბა. 11 კლასი ოღონდ უკვე უკანა წამყვანები, სადაც ძალიან საინტერესო იყო GT Performance-ის ნოდარ სვანიძის ემორი ყველას გვაქვს ნანახი, რომელიც ნუ ტრეკისთვის შექმნა, ესე ვთქვათ, time attack-ისთვის შექმნა. ველოდებოდი ნოდოს გამარჯვებას, ნოდო შენკენ ვიყავი, რა კი იცი ახლა, მაგრამ ირაკლი გობეჯიშვილმა 911 ტურბოთი, რომელიც ნუ სავარაუდოდ გაკეთებულია, ჩემი აზრით, ყოველი შემთხვევისთვის, გაიმარჯვა 11 კლასი უკანა წამყვანებს შორის. ნოდო მეორეზე გავიდა თავისი ულამაზესი ემორით და მესამეზე გავიდა ჩემთვის საყვარელი გიждები ამ ავტომობილზე, C8 Z6, რაც ცუდი შედეგი არ არის, მომწონს, წარმატებები მომავალშიც, კლასი 11, როგორ თქვა რომ მომწონს აქ გამარჯვებული ვინც არის თქო, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა თქვა. კლასი 11, სადაც გამარჯვებული გახდა ლუკა პაიჭაძე, Tesla Model S, P100D, ნუ ალბათ 600-იანი ხო? ხო, 600-იანი ვერსია, გასაგებია. ლუკას ულოცავთ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გუგუნიანი მანქანები გვყავს, გუგუნის ხმარო ისმის. აქ ყავს ასევე ჯუბა ელჩიევი, კი ვიცით ჯუბა ყველა, ვინც უყურებთ Drag-ს და ზოგადად ავტოსპორტს ვადევნებთ თვალ, ჯუბა ელჩიევის M5 4x4 ტურბო, მეორე ადგილზე, მესამე ადგილზე როგორც ჩანს დისკვალიფიკაცია იყო, არ ვიცი აქ ზუსტად რა მოხდა. ალბათ სადაც ყველაზე მეტი კონკურენცია იყო, იმიტომ რომ მაგას ბოლოს ვიტყვი აბსოლუტ კლასში რა მოხდა. მე ვფიქრობ ყველაზე მეტი კონკურენცია 10 წამიან კლასში იყო. 10 წამიანი კლასი პირდაპირ ყველას ჩამოვთვლი აბსოლუტურად, იმიტომ რომ აი სერიოზული ბრძოლა იყო აქ. დავიწყე მესამედან ჩოგოვაძე, ჩოგოს S63, SIA სამნისფერი, ნუ 900-ზე გაკეთებული, აი გადატენილი, ძალიან ლამაზი მანქანა. მიხარია რომ საპრიზო ადგილი მაინც მიიღო და ულოცავ. აი ბრძოლა იყო, ყველგან სამ-სამი გავლა გაიმართა, ესე რომ ვთქვათ. მეორე ადგილზე ომიაძის M5 F90, ასევე 900-ზე, სტაბილურად იარა, კარგი სტარტით, ძალიან ყოჩაღი იყო და ნუ აი ბექა ბეშქენაძის Ferrari GTB უკან როდესაც ხურდებოდნენ, მაგ მომენტში უყურებდი, როგორ ახურებდა საბურავებს და აი
ცოფიანი კატა თუ რამე შეიძლება ცოფიანი გარეული კატა ხო გინახავთ აი ეგეთი იყო წითელი ფერის სასწაული ავტომობილია 830 ცხენით გახდა პირველ ადგილოსანი და გაიმარჯვა კლასი 10 წამიანი კლასი და რატო ვიძახი რომ აქ იყო ყველაზე მეტი კონკურენცია აქ თითო გავლას მიყვებოდნენ ერთმანეთს ხოლო რა მოხდა ზემოთ იყო სასწაული საბა ბაღათურია რომელმაც იარა მე-7 სერიით ხო, არ მოგეჩვენათ მე-7 სერიით, რომელიც გავიდა მე-3 ადგილზე აბსოლუტ კლასში 450 ცხენით, იმიტომ რომ იარა სტაბილურად და მისმა მოწინააღმდეგეებმა როგორებიც იყვნენ Mitsubishi Colt და ასე შემდეგ დააფალსტარტეს ძალიან ბევრმა, მაქედან გამომდინარე საბა ბაღათურია გავიდა მე-3 ადგილზე, მეორე ადგილზე დავით ყაზარაშვილი ბოდიში Tesla Model S პლადით 1020 ცხენით, რა თქმა უნდა, ელექტროავტომობილი სტაბილურია ჩვენ ეს ამბავი ვიცით თუ დატენილია სტაბილურია, მაგრამ რა მოხდა აქ? როგორც საბა ბაღათურია, ასევე დავით ყაზარაშვილი, ხო, დავით ყაზარაშვილი, ბუბუ ჯინჯარაძემ გააქრო რუსდავის ავტოდრომიდან, აი გააქრო. ბუბუ ჯინჯარაძე გახდა კლასი აბსოლუტის ჩემპიონი, თავისი F30-ით, რომელიც იყო 1500 ცხენის ძალაზე, მაგრამ ბუბუმ თქვა, რომ მხოლოდ 1100 ცხენს იყენებდა ამ ჩემპიონატზე. ბუბუმ გითხრა რომ როგორც საქართველოს რეკორდს მოუხსნიო, ისე 8 წამიდან გამოვალ, აი ყველაფერი ბუბუ სტაბილურობა დროში გაიტესტა, ესე რომ თქვა ყველაფერი რაც თქვა რომ ლესაზე გამიმარჯვა, ეხა უკვე ეს დღეებია ხედავთ რომ ემზადება რომ 8 წამში ჩავიდეს, ნუ რაც სიგიჟე იქნება აბსოლუტურად და წარმატებები ბუბუს. საერთო ჯამში ძალიან წარმატებული drag race-ი გამოდგა. მინდა ერთადერთი დავამატო რომ ყველა კლასს ჰქონდა breakout-ის დრო. ანუ თუ მაგალითად იყავი კლას 11-ში და გექნებოდა 10-9 დრო, ან 0.1 სხვაობა, მაშინ არ გითვლიდნენ breakout, არ გითვლიდნენ ესე ვთქვათ კლასში მაგ შეცდომას და გაძლევდნენ საშუალებას, რომ გიასპარეზა. მე ვფიქრობ 0.1 ძალიან მინიმალური სხვაობაა და შეიძლება რაღაცა უკეთესი ელემენტარული მოჭიდების ან გადართვის გამო გააუმჯობესო, რომ მაგალითად დადიოდე სტაბილურ 11 და ერთხელ სადღაცას იარო 10-9, მაგის გამო ესე ვთქვათ დისკვალიფიკაცია არ უნდა მიიღო. ამიტომ ვფიქრობ 0.3-მდე არის გასაზრდელი ესე ვთქვათ breakout-ის დრო, დანარჩენი ფანტასტიურია. სამწუხაროდ ვერ ვნახეთ ესე ვთქვათ კონკურენტუნარიანი და ძლიერი ვერც მასკვიჩა, ვერც სულავა და ვერც ტატო ფუხაშვილი, ეს ადამიანები გვაკლდნენ ამ ჩემპიონატზე და იმედია მომავალში drag racing-ზე ვნახავთ, იმიტომ რომ ნუ რაღაც პრობლემები შეექმნათ, სულავაზე არ ვიცი, ტატომ გვითხრა რომ დინამოს პრობლემა ჰქონდა, მასკვიჩაზე ვიცით რომ დაესტუკა ძრავი, ცადეს გადაწყობა 2 თუ 3 დღით ადრე, მე როდესაც პირადად ველაპარაკე და ნუ ვერ მოასწრო ფიზიკურად, შესაბამისად გამოვიდა SL-კათი, ჟაბამ თავისი იქნა სივიკი მაინც დაამარცხა, გირილსავ მასკვა. რავი, წარმატებული drag race-ი გამოვიდა, რასაც დავამატებდი ერთადერთი მინდა რომ გთხოვოთ, შეხვიდეთ ჩვენ არხზე, გამოგვიწეროთ, დაგვილაიქოთ ეს ვიდეო, დაგვიკომენტაროთ, როგორ მოგეწონათ ვლოგი, რას ელოდებით მეც, გადავიღოთ თუ არა დრიფტიც, რა გაინტერესებთ? ეს ვლოგები არ იქნება მაინც და მაინც მარტო ჩემპიონატებზე, შეიძლება უბრალოდ რაიმე კონკრეტული მანქანის სანახავად წავიდეთ და იქაც კი წაგიყვანოთ. შეიძლება სადღაცას behind the scenes შემოგთავაზოთ თუ როგორ ვარჩევთ მაგალითად ავტომობილს გადაღებებისთვის, ტესტ დრაივებისთვის. დაგვიწერეთ კომენტარებში, ახლა გამოიწერეთ არხი, ჩაუჯიხით ჩვენ მომავალ ვიდეოებს. დიდი მადლობა ყურებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ.